სააკაშვილი ესე ვთქვათ ის მინდა გაუშვა რა ეს ხმატკბილი გამაგონეო ჩემ მამულშიო გუში რო იძახთა რა და ვაფშე შენი მამული რომელია ჯერ გითხარი რა რომელი მამულს გულისხმობ ბას უკრაინას ნეპალს თუ რომელ მამულს გულისხმობ შეუბედურ დღეზე გაჩენილო როგორ მამულს გულისხმობ რომელს აი ამასაც როგორ გონია რომ აი ბეწვია და всё ხელისუფლებაში მოვა რა აი ვერ უნდა მივხვდეთ ამდენი ხანი რომ აი ყეფარა და მყირალა უმცირესობა ხართ ეს ვერ უნდა მივხვდეთ ამდენი ხანი აი ვიცი ახლა მაგალითად ერთი სტატუსი შევხვდა ესეთი რომ ისა რა ქვია აი სინდისის პატიმარზე შევხვდა ერთი სინდისის პატიმრის სტატუსი რა აი თუ შეიძლება გაუშვით ეს სტატუსის რა ესე ვთქვათ ესე იგი დიქტატორი გუში სასამართლოზე იძახის ეს ვინმე რეზო კიკნაძე დიქტატორი და მკვლელი მთავრობა რომ არ მიყვარს იმიტომ ვარ დამნაშავე მონად არსებობას ციხეში ყოფნა მირჩევნია ჩვენ ძმა ერთი მომისმინე ერთი წუთით აქეთ რა მონა უკვე ხარ შენ რა იცი რისი მონა ხარ არასამთავრობო ორგანიზაციების მონა ხარ რა არასამთავრობო ორგანიზაციების მონა ხარ იმიტომ რომ იმათ ბრძანებებს და იმას ასრულებდი ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალებაში ამა თუ იმ ფორმით იღებდი მონაწილეობას არ იყო ესე და ვიღაცის დავალებით თუ ვიღაცის დატრეინინგებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს არ არის მონობა აი თავარია მაგ მონობიდან გამოხვიდე პირველი და საზოგადოება და ხალხი მიგიღებს ნუ გეშინია შე რა რო გონიათ რომ აი ეს არის დიქტატურის რეჟიმი და რაღაცა აი ხა მე მინდა განახო თქვენ ერთი პატარა ვიდეო და თქვენ თვითონ გელაპარაკებით თქვენ თვითონ ეს შეიძლება რომ დიქტატურაში მოხდეს საერთოდ თავს მოგაწყვიტავდნენ ისე რომ ვეღარს დაინახავდით ვეღარაფერს თუ შეიძლება გაუშვით ეს ვიდეო რა თქვენ ციხეებში ჯდომა არის ჩვენთვის პატივი გასაგებია და აი ამ ჯდომა არის სირცხლი და შეირაცხებით აი ეგრე ისტორიაში ხო, მე შევირაცხებ. შენ ხო უზრდელი გონი ვარ, ახლა გოგო ვარ და როგორ ლაპარაკობ. შენ კაცი ხარ და კაცურად მოიქეცე, ბიჭო, ყალეები ვიდრო იქნება. უზრდელი ხარ. უზრდელი ვარ კი არა, მეტიც ვარ. და შეაშინა ბებია თქვენები, გაიგე? და აი სერვალები გაიქცევიან რო რამე. და თქვენ სიებს ყველგან ამბობთ და ყველგან დედა მოგეცხნებათ რო რამე. კი, მალადეც კი არა, ეგრე იქნება. შენ აი ევროპელები მინდა მე ლაპარაკობ ეხა, იცი რატო? რომ ძალიან ბევრი ვისწავლე, ძალიან ბევრი ვიშრობე 15 წლიდან. და შენ ეხა 500 და 700 ლარს იღებ ჩემ დარბევაში ციტოტბეში, გაიგე? და შენ აი სტუმრების მეტად აია. საწავიღო ის დიპლომი, გეკითხე. უზრდელი ვიქნები, შენ აი ხალე მაინც არ ვიქნები. ეს ყოფილა დიქტატურა. ეს არის დიქტატურა, წარმოიდგინეთ რა. ვაი, დიდი მადლობა ყველას, ვინც აი ამ ხელა მოთფინების ხარჯზე, გინდა სახელმწიფო, გინდა ხელისუფლება, გინდა საზოგადოება, გინდა ხალხი, ვინც აი მაინც დემოკრატიული პრინციპების დაცვის ხარჯზე უსრულებთ ამათ რა. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი რა. წარმოიდგინეთ რა, გოგო, აი ეს აკაცუკი გოგო, აპოლიციელებს რას აკადრებს რა. და მე იძახიან რომ დიქტატურა არისო, გვიჭერენო. ეს დაიჭირეს ეს გოგო, ერთი მაინტერესებს რა. ამდენს რომ უთმენს პოლიცია და ამდენ ლაძვაგინებას და ამდენ ეს არის დიქტატურა? ეს არის რეჟიმი? თქვენ უბედურებო თქვენ, მოატყუეთ ბებია თქვენები რა.